რას შეეწირა ანდრიო ხანაშვილის თანამდებობა კვლავ განხილვის საგანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მისი მოულოდნელი წასვლა Facebook პოსტით. ოხანაშვილი არც დღეს გამოჩენილა კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც ათონელის სასახლეში იმართება. იქ არ მისულა მამუკა მდინარაძე, რომლის დაწინაურების დროც ქართულ ოცნებაში დადგა. ის ამ თანამდებობაზე ირაკლი ყობახიძემ წარადგინა სუსის უფროს 6 წლის ვადით ირჩევენ, თუმცა ანდრიო ხანაშვილს პოსტი არასრულ 5 თვეში დაატოვებინეს. პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე და ამ პროცესში ოხანაშვილის შეუსრულებელ მისიაზე. ნინი ბალანჩევაძე განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ნინი გისმენთ. რა ვერ გააკეთა ანდრიო ხანაშვილმა და რა შეეწირა სწორედ მისი თანამდებობა? ახლა ეს არის მთავარი და ლეგიტიმური კითხვა, რომელზეც ჯერ ოფიციალური პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია, ვინაიდან მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებია არც თავად ანდრიო ხანაშვილს და არც მამუკა მდინარაძეს, თუმცა უკვე საუბრობენ სავარაუდო ვერსიებთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრები შეიძლება ითქვას ხელისუფლების ოპონენტებში იყოფა. რამდენიმე ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო ახლა ოლიგარქმა სწორედ ანდრიო ხანაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება. ერთი ვერსია არსებობს, მაგალითად ლევან ხაბეიშვილი საუბრობს ამასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს ჩააბარა ახლა კონკრეტული მიმართულება ბიძინა ივანიშვილმა, ვინაიდან მას უფრო გაცილებით მეტი ძალაუფლება ჰქონდა, მას შეეძლო მაგალითად საერთოდ გაეცა ბიძინა ივანიშვილის დაკავების ბრძანება და გუნდის შიგნითაც არის გარკვეულწილად ირაკლი ყობახიძესა და მამუკა მდინარაძის შორის პოლიტიკური ეჭვიანობები. ამას საუბრობს სწორედ ლევან ხაბეიშვილი. სხვა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მთავარი მისია იყო ანდრიო ხანაშვილის ბაჩიაშვილის სპეცოპერაციით ჩამოყვანა ქვეყანაში და ამის შემდგომ უკვე ოლიგარქმა გადაწყვიტა ჩაებარებინა ისეთი პირისთვის სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც უფრო დაემორჩილებოდნენ შიგნით სისტემაში და უფრო მეტი გავლენა ექნებოდა. ეს ვერსიაც არსებობს, რომ თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ჰქონდა გავლენები ანდრიო ხანაშვილს. ვერსია არის ძალიან ბევრი, როგორც უკვე გითხარით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა თავარი და მნიშვნელოვანი არის თვითონ მათი მხრიდან რას მოვისმენ. ჩვენ ნახეთ მხოლოდ შაბლონური განცხადება, რომელიც გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ნახეთ ირაკლი ყობახიძის ივანიშვილის პრემიერის განცხადება. სხვათა შორის ამ ბრიფინგზე მის გვერდით არ იდგა არც ანდრიო ხანაშვილი, არც მამუკა მდინარაძე, მხოლოდ მოვისმინეთ ის, რომ პრემიერის მრჩეველი იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრიო ხანაშვილი, თუმცა იმის იქეთ ჩვენ განმარტებები არ მოგვისმენია ყობახიძის მხრიდან და უკვე ეს წინადადება გაეგზავნება მთავრობის მხრიდან პარლამენტს მამუკა მდინარაძის არჩევასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე და შემდგომ უკვე პარლამენტი ერთხმად მიიღებს გადაწყვეტილებას. დინარაძე დაჩააბარა, ხო? ბიძინა მისცა როლი ასინეთა. ხო იცით ფილმში რო ყურსო მიადებს და რო უსმენს. ხო ეხა ეს როლი აქვს. ეხა მიდი შენ მოусმინე ჭორები, ისინი კრებსები გააკეთე სხვის ცოლებზე, მეუღლეებზე, იმაზე რა ქვია, მამაებზე, მე ამომიტანე ჭორები. ყობახიძე რას ელაპარაკება? მოდი ამომიტანე ეხა. მიდი იმიტომ რომ იქ შეიძლება ოხანაშვილს გაეპარა რამდენჯერმე და კრებსები ყობახიძეს მიუტანა. და ეს არ მოსწონს იმას რა ქვია ბიძინა ივანიშვილს, რომ მის გარდა ვერ გავი რას ქვია ყობახიძემ რა მეიცოდეს. ამიტომ დინარაძესთან რაღაცა განუსაზღვრელი ძალაუფლება მიეცა და მე მივმართე ბიძინას რომ მამუკას აქ ეხა იმხელა ძალაუფლება რომ დაგიჭიროს. ეხა ბიძინამ და ემა რო აიღოს ერთად ტელეფონი მამუკას დაუჯერებს. შესაძლოა გეკა დაუჯეროს მამუკას და რო დაჭირდეს გაბაწრავს ბიძინა ივანიშვილს. დაფიქრდა ალბათ მართალი ხარ გრიგოლიშვილი დაფიქრებული ყავ. ეხა ადგა და ერთი კონკრეტული ლოკაციაზე გაუშვა და უთხარ ეხა შენ აქ მომიჭორიკნე მე. ქართული ოცნებისთვის სრულიად უმნიშვნელოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს ცვლილებები და ზოგადად ქართული ოცნების პირობებში საკადრო ცვლილებები არ ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმიტომ რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს, ქართული ოცნების პოზიციების გაძლიერებას და მათი ძალაუფლებისა და ჩვენგან მოპარული ფულის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, ვინ არის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. ახლა საინტერესო არის ვინ გახდება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ორი მოწვევის პარლამენტში ამ პოზიციას იკავებდა მამუკა მდინარაძე. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა რამდენიმე მთავარი მიმართულებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, მათ შორის მან პირველად 5 თებერვალს დაანონსა მედიის შემზღუდავი კანონი. გარდა ამისა ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით, როდესაც პირველად მოუწია უკან დახევა ქართულ ოცნებას და მაშინ ჟურნალისტის კითხვას არსებობდა
თუ არა რისკი რომ შემოbrunდებოდა უკან რუსული კანონი მდინარაძე მუთხრა რომ ეს ისეთი საკითხია რომელიც შეიძლება დაამთავრდეს ქვეყნის ხელისუფლება შეიძლება დაამთავრდეს თუ ეს საკითხი გადაითქვა მათი მხრიდან თუმცა შემდგომ უკვე ვნახეთ რომ შემოbrunდა ეს კანონი მეორედ და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონისა იყო მამუკა მდინარაძე ეკა ბესელია რომელიც წლების განმავლობაში იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი დეტალურად ხსნის რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ახლა ქართულ ოცნებაში ამბობს იმას რომ ანდრიო ხანაშვილის თავის დროზე ასრულებდა ყველა დავალებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კლანის გამყარებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მას დიდი წვლილი აქვს და ახლა ეს გადაადგილებები არაფერს არ ცვლის უბრალოდ კონკრეტული დავალება ჰქონდა მისი შეფასებით ანდრიო ხანაშვილს და ახლა უკვე სულს ჩააბარებს მამუკა მდინარაძეს რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ასევე გადააყენოს არც ერთის არ არის ხა სახელმწიფოებრივი ინტერესი, რაიმე საჯარო ინტერესი, იწყება შიგნით საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა. ის რომ ეხა მდინარაძე ესე იოლად არ იქნებოდა შეგუებული, რომ დაწინაურდა ოხანაშვილი, ხო? და მას ძალიან უნდოდა ალბათ, რომ ძალოვან უწყებაში ან შინაგან საქმეთა მინისტრად, ან პროკურორად, ან იუსტიციის მინისტრად სადმე გაემწესებინათ, მაგრამ აქამდე მანეს ვერ შეძლო, იმიტომ რომ ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მასაც არ ენდობა, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან შემცირდა თვითონ რესურსი ქართული ოცნებისთვის და ჯერჯერობით რადგან კობახიძეა ისევ ამ პოზიციაზე, მას ალბათ ჯერ კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი გარემოცვიდან და ერთ-ერთი მდინარაძე ყავს მას, რომელთაც ბიზნესაც ელაპარაკება და რაღაცა შაუბნელ ამბებს ალაგებს, რომ მისი წარდგენა მოეხდინა ამ ეტაპზე, მაგრამ ესეც ხანმოკლე იქნება. საქართველოს მთავრობა უკვე ოფიციალურად მიმართავს პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით და უკვე სასესიო კვირების ფარგლებში სავარაუდოდ უკვე პირველი სხდომა 2 სექტემბერს იქნება პარლამენტში იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული პარლამენტი მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ ჯერჯერობით მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან გავრცელებული შაბლონური განცხადება და ასევე მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება მის გვერდით არ იდგა არც ანდრიო ხანაშვილი არც მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე ირწმუნება იმას, რომ ახლა მთავარი როლი და მნიშვნელოვანი როლი ანდრიო ხანაშვილს ექნება სწორედ მის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მადლობა ეს ნინი ბალანჩივაძე იყო პირდაპირ ეთერში.